მოგესალმებით ძირფასო მაყურებლებო, მე ნინო ჭინჭარავი ვარ, ეს ჩემი საავტორო გადაცემა ჩვენი უფლებები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ქმედუნარიანობა, ასევე ქმედუუნარობა. ვისაუბრებთ პირის ქმედუუნაროდ გამოცხადების სამართლებრივ პროცედურაზე. ასევე შევეცდები, რომ გაგაცნოთ ქმედუუნარო პირის სამართლებრივ მდგომარეობა და კონსტიტუციური უფლებები ქმედუუნარო პირებისათვის. იქამდე სანამ თავად ქმედუნარიანობაზე გადავიდოდე, მე მინდა პირველ რიგში გაგაცნოთ თუ რა არის უფლებაუნარიანობა. უფლებაუნარიანობა ეს არის სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა. ეს არის უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, რომელიც წარმოიშობა ადამიანის დაბადების მომენტიდან. უფლებაუნარიანობა გულისხმობს ყველა იმ უფლებასა და მოვალეობების კომპლექსს, რომელიც შეიძლება არ ჰქონდეს პირს სამოქალაქო კანონმდებლობით. პირის უფლებაუნარიანობა აბსტრაქტული და განუყოფელია, შესაბამისად არც კანონი გვავალდებულებს იმას, რომ დეტალურად მიმოვიხილოთ. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის მოცულობა უკვე ვთქვით, რომ დიდია, მაგრამ არსებობს ესეთი ძირითადი უფლებები, რომლებიცაც ახლა ჩამოგითვლით. ეს არის პირის უფლება შეიძლება ჰქონდეს ქონება მიიღოს საკუთრებაში, ასევე მემკვიდრეობით, ეწოდეს ნებისმიერ საქმიანობას, რაც კანონით არ არის აკრძალული, ასევე შექმნას სხვადასხვა სახის იურიდიული პირი, დადოს გარიგებები, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი. ასევე ჩვენ წინა გადაცემებში ვახსენეთ, რომ სამოქალაქო კოდექსი განსაკუთრებულად აწესებებს და გამოყოფს ფიზიკური პირის სახელისუფლებას, რომელიც მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. ასევე კოდექსი ყომარადღებას ამახვილებს ისეთ უფლებებზე, როგორიც არაექონებრივ უფლებებზე, როგორიც არის პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. როგორც ითქვა, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა იწყება მისი დაბადების მომენტიდან, ანუ მაშინ, როდესაც ჩანასახს უკვე აქვს იმის საშუალება, რომ ის უთქოს დამოუკიდებლად და უფლებაუნარიანობა წყდება მაშინ, როდესაც გარდაიცვლება ადამიანი, ოღონდ ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი და არ იცვლება ამაში კლინიკური სიკვდილი. ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა, ამ შემთხვევაში ქმედუნარიანობა ნიშნავს პირის უნარს თავისი ნებით და მოქმედებით შეიძინოს ან განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობისგან განსხვავებით, ქმედუნარიანობა დაკავშირებულია პირის ნებასთან, ნებით მოქმედებასთან, რაც მოითხოვს მისი ფსიქიკური სიმწიფის დონეს. პირველ ყოვლისა ეს დონე კანონის შესაბამისად განისაზღვრება, რა თქმა უნდა, ასაკით და ასაკისთან მიმართებაში არსებობს სრული და ნაწილობრივი ქმედუნარიანობა. სრული ქმედუნარიანობა ადამიანს ენიჭება, რა თქმა უნდა, სრულწლოვანების ასაკით, როდესაც მიაღწევს, ანუ ეს არის 18 წელი და ნაწილობრივი ეს არის 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანები ითვლებიან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სუბიექტებად. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე პირი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა მისი ქმედუნარიანობის შეზღუდვით. და არსებობს მესამე სახე, ეს არის არაქმედუნარიანი პირები. არაქმედუნარიანი პირები არიან ბავშვები 7 წლამდე და ასევე არაქმედუნაროდ ითვლება. განაცხადის შეტანის შემდეგ პირს უტარდება ექსპერტიზა, რომელიც ამოწმებს შეუძლია თუ არა მას შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა, ან განაგოს იგი. ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დადგენის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმს. დიაგნოზის ფორმულირება ხდება დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, როდესაც ხდება ფსიქიატრიული მდგომარეობის შეფაზება და ეს არის 4 ფაქტორი, ეს არის ფსიქიატრიული ანამნეზი, ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ფსიქიკური გასინჯვა და შესაბამისი სამედიცინო, სოციალური და ფსიქიკური გამოკვლევები. ფსიქიატრიული ანამნეზი თავის თავში გულისხმობს დემოგრაფიული მდგომარეობის, არსებული ჩივილების, ანამნეზის და სამედიცინო ანამნეზის შეფასებას. ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლას კი ყურადღება ექცევა ისეთი კომპონენტებს, როგორიცაა გარეგნობა, ქცევა, მანერები, მეტყველება, ხასიათი, აზროვნება, ცნობიერების ტესტირება. ასევე არსებობს ისეთი აშლილობები, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით თითქმის მსგავსი მოგვეჩვენოს, თავდაპირველად ჩამოგითვლით, ეს არის აფექტური აშლილობა, ფსიქიკური აშლილობა და ასევე დისოციური აშლილობა. გარკვეული დროის მანძილზე იზღუდება. ამ ჯგუფში შედის ბიოპილარული აფექტური აშლილობები და ასევე დეპრესია. მანიაკალური მდგომარეობის დროს, ანუ ეს არის ბიოპილური აშლილობა, ადამიანი ხდება აღქმებული და ის თითქმის უკონტროლოა, ხოლო დეპრესიული მდგომარეობის დროს ის, რა თქმა უნდა, მკვეთრად განსხვავებულია.
ფსიქიკური აშლილობის ცნებაში შედის ასევე შფოთითვი აშლილობები, რომელსაც ნევროზებს მიაკუთვნებენ, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფობიებთან და აბსესურ და კომპულსურ აშლილობებთან. მესამე ეს არის დისოციიური აშლილობების შემთხვევაში დარღვეულია საკუთარი თავის ადეკვატური აღქმის უნარი. სახელზე პიროვნების იდენტურობის დარღვევა. სომატურგული დარღვევის შემთხვევაში კი სახელზე არა ფსიქიკური, არამედ ფიზიკური სიმპტომები და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა ფსიქიკური აშლილობისა პიროვნული აშლილობა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლიდან გამომდინარე, ფსიქიკური აშლილობა ეს არ არის ერთგვაროვანი სიმპტომების ერთობლიობა, მას რამდენიმე სხვადასხვა სახე აქვს და არის მრავალფეროვანი და შესაბამისად არის ძალიან ინდივიდუალური, ნებისმიერ ადამიანში შეიძლება სხვადასხვა ფორმით და სახით იყოს გამოვლენილი. ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებს 2010 წლამდე მხოლოდ 100-იანი ფსიქიატრიული საავადმყოფო ატარებდა, ხოლო 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონში ლიცენზიების და ნებართვის შესახებ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება დამოუკიდებელ ლიცენზირებულ ფსიქიატრებსაც შეუძლიათ. როგორც აღმოჩნდა, პირის ქმედულნაროდ გამოიოცხადებას უკან მოსდევს ბევრი და რიგი მრავალი პროცესებისა, რომელთა გარეშე ქმედულნარობის დასკვნის გამოტანა თითქმის შეუძლებელია. ასე შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, პიროვნებაზე, რომელსაც ქმედულნაროდ გამოცხადების შემთხვევაში ენიშნება მზრუნველი და თითქმის კარგავს ის თავის ძირითად უფლებებს. ერთი შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამოქალაქო კოდექსში მოცემული პირობები საკმარისია პირის ქმედულნაროდ აღიარებისთვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ამ პროცედურას თან ახლავს საკმაო რაოდენობის გამოკვლევები და ტესტები. ფსიქიატრიული დიაგნოსტირების ერთ-ერთი უმთავრესი და ნაცადი მეთოდი ეს არის კლინიკური გასაუბრება. სწორედ გასაუბრების მეშვეობით ხდება დადგენა იმისა, თუ რამდენად ქმედულნარიანია პაციენტი და რამდენად შეუძლია მას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. საკუთარ საქციელზე პასუხის გება. ამ გზით ძირითადად გინდება შეუძლია თუ არა პირს შეიგნოს საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა და გაიგოს ის სწორად და შესაბამისად მის მომდევნო შედეგებზე ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა. ასევე არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ზუსტად ვერ ხერხდება კლინიკური გასაუბრების დროს პირის მდგომარეობა. ამ შემთხვევებში არსებობს სხვადასხვა ტესტები და კითხვარები არის შედგენილი ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მიერ და შესაბამისად პაციენტებს უწევს იმაზე პასუხის გაცემა. საერთოდ პირის ფსიქიკური მდგომარეობა ორ საკმაოდ ზოგად ნაწილად იყოფა. ესენი არის ქრონიკული დაავადება და ჭუასუსტობა. რა თქმა უნდა, ორივე სახის პაციენტთან მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური, თქვით ჩვენ რომ სწორედ იმიტომ რომ სხვადასხვა აშლილობები არსებობს, არ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოვარგოთ ერთი და იგივე ტესტები თუნდაც. და ამ შემთხვევაში თუ მაშინ როდესაც საქმე გვაქვს ქრონიკულ დაავადებასთან, თავისუფლად შეიძლება რომ პაციენტს შეეძლოს მიმატება, გამოკლება, წერა, კითხვა, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს სრულიად განსხვავებული პათოლოგიები, როგორიცაა ფსიქოტური სიმპტომატიკა, ასევე ჰალუცინაციები, ბოდვითი პათოლოგია და ასე შემდეგ. ინდივიდუალური მეთოდით მიდგომისას ქრონიკული დაავადებების დროსაც კი არის არასწორი დასკვნების გაკეთების დიდი ალბათობა. სავსებით შესაძლებელია, რომ ექსპერტს, რომელიც პაციენტს გამოკვლევას უტარებს, რაიმე სახის პირადი ინტერესი გააჩნდეს, თუნდაც ან უბრალოდ მისმა უხასიათობამ მიიქონიოს გარკვეული გავლენა. სწორედ ამიტომ შექმნილია ასეთი საკომისიო წესი, სადაც არა ერთი ექიმი, არამედ რამდენიმე, ხშირად 2 და 3 ექიმი აკვირდება პაციენტს და შესაბამისად მათი დასკვნების შედეგად ხდება უკვე პაციენტის ზოგადი მდგომარეობის ჩამოყალიბება. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ხერხია და შესაბამისად ეფექტურიც. საბოლოოდ მიღებული ფსიქიატრიული დასკვნა ეგზავნება სასამართლო ორგანოს და იგი იურიდიულ ძალას მხოლოდ მაშინ შეიძენს, თუ სასამართლო აღიარებს ამ დასკვნას. ამგვარი პროცედურის გავლის შემდეგ ხდება პირის ქმედულნაროდ აღიარება, თუმცა არანაკლებ საინტერესოა პირისთვის ქმედულნარიანობის დაბრუნება. და ეს საკითხი ისევე როგორც ქმედულნარიანობის მინიჭება, ასევე ქმედულნარიანობის ჩამორთმევა არანაკლებ დიდ როლს ასრულებს თვითონ ადამიანის ცხოვრებაში. თუ ქმედულნაროდ გამოცხადებული პირის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაშინ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მისი ქმედულნარიანობის აღდგენის მოთხოვნით. ეს ძირითადად ხდება მაშინ, როდესაც პირი იძენს იმ თვისებებს, რომლის დაკარგვის გამოც ან რომლის არ ქონის გამოც ჩამოერთვა მას ქმედულნარიანობა.
ინიშნება ხელახანოვანი ექსპერტიზა და მეორდება იგივე პროცედურა, რომელიც ჩატარდა მისი ქმედუნაროდ აღიარების წინ. თუ მოხდა ისე, რომ ახალი დასკვნის მიხედვით პირი მართლაც იქნება ფსიქიკურად გამოჯანმრთელებული, მაშინ სასამართლო აღადგენს მის ქმედუნარიანობას. სასამართლო შეუძლია გადამოწმების მიზნით მიმართოს ქმედუნარო პირის მეურვემ, ასევე ახლობელმა ან დაინტერესებულმა პირამ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნის უფლება აქვს მათ ნებისმიერ დროს. ქმედუნარიანობის აღდგენისას სასამართლოსაც და ექსპერტებსაც საკმაოდ სიფრთხილე და დაკვირვება მართეთ, რადგან არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც პირის ქმედუნარიანობას უდგენენ შეცდომით. პირის ქმედუნარიანობა უნდა შეეფასდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადგან არსებობს ისეთი დაავადებები, რომელთაც ხშირად ახასიათებთ მოკლე ან ხანგრძლივი გამოჯანმრთელება. ანუ შეიძლება ადამიანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუბრუნდეს ის თვისებები, რომელთა არ ქონის გამოც ჩამოერთვა მას ქმედუნარიანობა. იქნება ყველა და ეს არის მხოლოდ დროებითი, ასე რომ როგორც თვითთავად ექიმები და ასევე ფსიქიატრები ამბობენ, ეს დაკვირვება უნდა ხდებოდეს რაღაც დროის განმავლობაში და შესაბამისად, რაც უფრო კარგად დავაკვირდებით პაციენტს, მით უფრო ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ დაუშვათ შეცდომა შეფასებაში. გამომდინარე იქიდან, რომ ექსპერტად დასკვნა დამოუკიდებელი იურიდიული ძალის მატარებელი დოკუმენტი არ არის და ის იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც სასამართლო მიიღებს მას, შესაბამისად მისი გასაჩივრება ვერ მოხერხდება იმ შემთხვევაში, თუ ის არ არის სასამართლოს მიერ დამტკიცებული. ამ დასკვნას იურიდიულ ძალას სწორედ სასამართლო ანიჭებს. მას შემდეგ, რაც ამტკიცებს, მას და მის საფუძველზე ახდენს პირის ქმედუნაროდ აღიარებას. ანუ ამ შემთხვევაში ხდება არა დასკვნის გასაჩივრება, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, შესაბამისი ორგანოების დახმარებით. რაც შეეხება გადამოწმებას, ნებისმიერ მხარეს შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, როცა მოუნდება, როგორც სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ასევე ნებისმიერ კერძო ფსიქიატრთან. ასევე ამის გაკეთება შეუძლია სასამართლოს და ის ხშირ შემთხვევაში ამ შესაძლებლობას იყენებს მაშინ, როცა სხვადასხვა ექსპერტიზის მხარები სხვადასხვა დასკვნას წარმოადგენენ ხოლმე. ორივე მხარის ექსპერტებს დაიბარებენ სასამართლოში და მათ შესაბამისად უნდა დაასაბუთონ და გაამყარონ საკუთარი დასკვნები. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც ადამიანს აფასებენ ქმედუნარიანად ან ქმედუნაროდ, არანაირი შუალედური შედეგი არ არსებობს. ანუ, როდესაც ექსპერტებს მიმართავენ დასკვნის დაწერისთვის, ექსპერტმა ზუსტად უნდა თქვას, ადამიანი არის ქმედუნარიანი თუ ის არის ქმედუნარო. შესაბამისად, ექსპერტები ვალდებულები არიან, რომ კონკრეტულ ადამიანზე, კონკრეტულ პირზე მოახდინონ საკმაოდ დეტალური დაკვირვება, რადგან ისინი შეცდომაში არ შევიდნენ. გამოკვლევის ჩატარების შემდეგ ექიმები წერენ სამედიცინო დასკვნას, მასში მოცემული მონაცემები პირის ცხოვრებიდან, იგივე ანამნეზი. ასევე მისი მდგომარეობა გასაუბრების მომენტში. აუცილებელია ექსპერტები შეეხონ სხვადასხვა ფსიქიკურ ფუნქციებს, როგორც არის აღქმა, ინტელექტუალური ფუნქციები, ასევე მეხსიერება, ყურადღება და ასე შემდეგ. ასევე დასკვნაში იწერება ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები და არა ფსიქიატრი ექიმების მიერ გაკეთებული ჩანაწერები. დასკვნის ნაწილში ექსპერტ-ფსიქიატრთა კომისია ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ არ შეუძლია პირს შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი. ახლა გესაუბრებით ქმედუნარო პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე, ანუ პირი, რომელიც არის ქმედუნარო, როგორი უფლებები აქვს. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე სასამართლომ შეიძლება პირი ცნოს ქმედუნაროდ, მას შემდეგ, რაც პირი ქმედუნაროდ გამოცხადდება, მას ენიშნება მეურვე. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მეურვედ დანიშვნა ხდება მხოლოდ სურვილის სამეფ და მას იმ შემთხვევაში, თუ არის თქმა სურს, არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. სამოქალაქო კოდექსის 1299 მუხლის მიხედვით მეორე მოვალე ხდება არჩინოს პირი. უზრუნველყოს იგი მოვლითა და მკურნალობით, ასევე დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები. ასევე 1290 მუხლი ანიჭებს მეურვეს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას მესამე პირთან ურთიერთობაში და სასამართლოში. ქმედუნაროდ აღიარებით პირ ჩამოერთვება სამართლებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი კარგავს არჩევნებში მიღების მონაწილეობის უფლებას. ამასთანავე სამოქალაქო კოდექსის 58 მუხლის მიხედვით ის კარგავს გარიგების დადების შესაძლებლობას.
საერთოდ ქმედუნარო პირის მიერ გამოვლენილი ნება არ შეიძლება ჩაითვალოს გამოვლენილ ნებად, რადგან მისი კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც მის ნაცვლად გამოავლენს ნებას და იღებს გადაწყვეტილებებს, ის არის გარიგების დამდები პირი. ქმედუნარო პირს აღარ აქვს ქორწინების უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120 მუხლის მიხედვით, სადაც ნათქვამია, რომ ქმედუნარობა ქორწინების დამაყრკოლებელ გარემოებადაა მიჩნეული. რაც შეეხება სამკვიდროს მიღებას 1422 მუხლის თანახმად ქმედუნარო პირი სამკვიდროს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით იღებს. გარდა ქორწინებისა და მემკვიდრეობისა, პირი იზღუდება სამოქალაქო საპროცესო ურთიერთობებში, მის ინტერესს სასამართლოში იცავს ასევე კანონიერი წარმომადგენელი. რაც შეეხება ქმედუნარო პირის ფსიქიკურ მდგომარეობას, მას შეიძლება როგორც ჩაუტარდეს ნებაყოფლობითი, ასევე არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება. ნებაყოფლობითი ნიშნავს მისი მეუღლის მოთხოვნით, ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის მიხედვით სტაციონარულ მკურნალობას, ხოლო ასევე არსებობს მეორე შემთხვევა, როდესაც პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს. ან შესაძლებელია საკუთარი ქმედებით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენოს სხვას. მაშინ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმი თავად პაციენტისა და მეუღლის თანხმობის გარეშე უზრუნველყოფენ პაციენტის სტაციონარში მოთავსებას. ახლა უნდა გადავიდეთ თემაზე, რომელიც ამ თემაში ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის კონსტიტუციური უფლებები ქმედუნარო ადამიანებისთვის. კონსტიტუციური უფლება, რა თქმა უნდა იყოს ყველასთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის ერთნაირი და შეუზღუდავი, თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც ახლა მე ჩამოვიტვლით, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ქმედუნარო პირების უფლებები იზღუდება. კონსტიტუციაში არსებობს 5 ასეთი პუნქტი, ეს არის ხმის მიცემის უფლება, ქორწინების უფლება, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, თავისუფალი განვითარების უფლება და კანონის წინაშე თანასწორობა. ახლა გაგიმარტებთ თუ როგორ და რა შემთხვევებში ირღვევა ქმედუნარო პირის უფლებები კონსტიტუციის მიხედვით. ხმის მიცემის უფლება, ეს არის კონსტიტუციის 21 მუხლი. მართალია 18 წლის ასაკიდან ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება რეფერენდუმისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა, მაგრამ ისევე როგორც სასჯელოსნობის დაწესებულებაში მყოფი პირები, ასევე ქმედუნაროდ გამოცხადებული პირები მათ არ აქვს უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. და ამას აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის მეორე პუნქტი. სწორედ ამ გამონაკლის ადგენს საერთო წესიდან. მსგავსი ტიპის შეზღუდვა საერთაშორისო პრაქტიკაში მისაღებია. 2000 წლისთვის ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს ქვეყანაში, როგორც იყო მაგალითად ჰოლანდია, შვეიცარია, გერმანია, მაგრამ ამასთანავე შვედეთი, ირლანდია, იტალია და ავსტრია მსგავს შეზღუდვებს არ ცნობდნენ. ზოგიერთი ქვეყნები, მაგალითად ჰოლანდია და ალბანეთი, საქართველოს მსგავსად ცდილობდნენ შეეძლოთ ქმედუნაროთა ხმის მიცემის უფლება. ალბანეთში კონსტიტუციაშივე მითითებული უფლებების შეზღუდვის საფუძველი, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც სასამართლომ გამოაცხადა ქმედუნაროდ, აღარ აქვთ ხმის მიცემის უფლება. ზოგიერთ ქვეყანაში კონკრეტული შეზღუდვის მაგალითზე შეიძლება განვიხილოთ ეს ფაქტები, მაგალითად ისეთი როგორიც არის ჩეხეთი. ჩეხეთში არსებობს კონსტიტუცია, სადაც ნათქვამია, რომ ხმის მიცემის უფლება უნივერსალური და თანასწორია და იგი უნდა განხორციელდეს ფარული წესით. და ამასთანავე სწორედ ამ წინადადების მეორე ნაწილის თანახმად ის რომ უნდა განხორციელდეს აუცილებლად დამოუკიდებლად ეწინააღმდეგება არჩევნებში მიღების მონაწილეობას ქმედუნარო პირისთვის. შეზღუდვის საფუძველი არჩევია, რომ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეთა პოზიცია იყოს რაციონალური და გონებრივი განსჯის შედეგი. ხოლო ქმედუნარო პირებს სავარაუდოდ ეს უფლება და ეს აზროვნება ამ შემთხვევაში არ გააჩნიათ. რაც შეეხება საერთაშორისო კანონებს, ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია არაერთ საერთაშორისო ხელშეკრულებასა თუ კონვენციაში და ისინი აწესრიგებენ ამას. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 25 მუხლში მიუთითებს. თითოეულ მოქალაქეს მეორე მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციის და დაუსაბუთებელი შეზღუდვათა გარეშე უნდა ქონდეს უფლება და შესაძლებლობა მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც იწყება საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლებების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.
და უზრუნველყოფს ამ მომხრეების ნებას სურვილს თავისუფალ გამოვლინებას. ამ მოხდან დაკავშირებით კომენტარებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა მიუთითა, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება შესაძლოა შეზღუდოს მხოლოდ კანონით, ისეთი მიზეზის გამო, როგორიცაა მინიმალური ასაკი. უფლების შეზღუდვა ფიზიკური ნაკლის გაუნათლებლობის ან ქონებრივი საფუძველზე არ არის დაშვებული. გამომდინარე იქიდან, რომ აქ საუბარი არ არის გონებრივ ნაკლზე, შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ ბევრ ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური შეზღუდვა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში დამატებით იქნა ოქმი მიღებული, რომელიც პარიზში 1952 წლის 20 მარტს მიიღეს. მესამე მუხლი საუბრობს თავისუფალი არჩევნების უფლებაზე. საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით ხელშემკვრელი მხარები კისრულობენ ვარდებულებას ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას. ეს ნორმა თავისთავად არ არის გარანტი სახელმწიფოს ყველა მოქალაქის ხმის უფლებისთვის, თუმცა მოგვიანებით ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ ნორმას უფრო ფართო განმარტება მისცა და მასში მოიცვა არჩევნებში მონაწილეობის ინდივიდუალური უფლებების დაცვა. ამასთანავე არ უნდა დავიწყოთ გაერთიანებული ენერგიის კონვენცია უნარშეზღუდულთა უფლებების შესახებ. ეს საერთაშორისო ხელშეკრულება მოითხოვს, რომ ქვეყნებმა შეუქმნას საზოგადოების ამ ნაწილს პოლიტიკური უფლებების განხორციელების საშუალებები. მათ მთლიანად და ეფექტურად უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვის მსგავსად უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. 2000 წლის შემდეგ გარკვეული ცვლილებები შევიდა ასევე ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობაში. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ჰოლანდია 2003 წელს ჰოლანდიის სახელმწიფო საკონსულო დაპყრობლების წინაშე ეწინააღმდეგებოდა თუ არა ჰოლანდიის კონსტიტუციის 54 მუხლის მეორე პუნქტი საერთაშორისო პაქტის სოციალური და პოლიტიკური უფლებების შესახებ. ეს 54 პუნქტი იყო, რომელიც ზღუდავდა ქმედუნარო ადამიანისთვის ხმის მიცემის უფლებას. იმ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანონი მთლიანობაში არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ხელშეკრულებას, მაგრამ შედეგები ზოგჯერ სავალალოც კი იყო. მოგვიანებით კი 2008 წელს ჰოლანდიის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება და მეურვეობის ქვეშ მყოფი ადამიანების მონაწილეობა მიეცათ, რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. ასევე არსებობს, როგორც უკვე ვთქვი, ქორწინების უფლება, რომელსაც აწესრიგებს კონსტიტუციის 36 მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის 36 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას. ამასთანავე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120 მუხლის მიხედვით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება არის ერთ-ერთი მხარის ქმედუნარობა. შესაბამისად, ჩვენი კანონი კიდევ ერთ ფუნდამენტურ უფლებას, ანუ პირადი ცხოვრების მოწყობის უფლებას ართმევს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს. საერთაშორისო ხელშეკრულებაში ამ საკითხის სხვადასხვანაირად რეგულირება ხდება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია საკმაოდ დიდ თავისუფლებას აძლევს სახელმწიფოებს. მე-12 მუხლის მიხედვით საქორწინო ასაკის მამაკაცს და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება ეროვნული კანონების შესაბამისად. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ 23 მუხლში ქორწინების ნებას რთავს დასაშვებ ასაკს მიღწეულ ადამიანებს და ამბობს, რომ ეს ყოველივე უნდა მოხდეს მეკორწინეთა თავისუფალი ნებითა და სრული თანხმობით. 1994 წლის სექტემბერში ეგვიპტეში, ახლა მოგიყვანთ რამდენიმე სხვა ქვეყნის მაგალითს, ქაიროში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია მოსახლეობასა და განვითარებაზე, რომლის მიზანიც იყო ახალი დემოგრაფიული სტრატეგიის შემუშავება. და მონაწილე 179 ქვეყნისთვის 20 წლიანი სამოქმედო გეგმის შერჩევა. 115 გვერდიან დასკვნაში ჩაიწერა გარკვეული წესები და პრინციპები ქორწინებასთან დაკავშირებით. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა სრული მონაწილეობა ოჯახურ ცხოვრებაში. მათ ასევე უნდა უზრუნველყოს ინდივიდთა ინტეგრაცია და დაიცვან ისინი სექსუალური ურთიერთობის, ქორწინებისა და შვილების ყოლის დისკრიმინაციისგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ქვეყნებში მაინც არსებობს მკაცრი შეზღუდვები. მაგალითად, ასეთი არის ერთ-ერთი ტანზანია, მეუღლეთა ნების გამოვლენა ქორწინებასთან დაკავშირებით ვერ შეიძენს სამართლებრივ მნიშვნელობას, თუ ერთ-ერთ მხარეს მაინც აქვს ფსიქიკური აშლილობა.
ჩინეთის კანონი დედებისა და შვილების ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ქორწინების წინ მოითხოვს, რომ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდეს მეუღლეს. თუ მეუღლესთან ერთ-ერთს მაინც აღენიშნება სერიოზული გენეტიკური დაავადება, მაშინ მათი ქორწინება მხოლოდ იმ გარკვეულ შემთხვევებში არის დასაშვები. 1999 წელს კი მიღებული კამბოჯის აქტი ქორწინებისა და ოჯახის შესახებ საერთოდ უკრძალავს ფსიქიკური აშლილობის მქონე ავადმყოფ ადამიანებს ქორწინებას. ხორვატიელი ფსიქიატრების მოსაზრებით კი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სიყვარული, მეგობრობა და ემოციური ურთიერთობები, განათლება სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ასევე ქორწინებისა და შვილების უფლება. შემდეგი კონსტიტუციის შემდეგი მუხლი, ეს არის 52 მუხლი, რომელიც არის სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327 მუხლით განისაზღვრება, რომ ქმედუნარიანობის აღდგენის მოთხოვნით სამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს თავად მეურვეს ან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მართალია ნორმა პირდაპირ არ ამბობს იმას, რომ თავად ქმედუნარო პირს ეზღუდება სასამართლოსთვის მიმართვა, თუმცა ამას არც აწესრიგებს. მართალია ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა, მაგრამ აუცილებელია იგი აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მოთხოვნებს და აკრძალვებით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდულ სიკეთეს. ქმედუნარო პირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ართმევს შესაძლებლობას ქმედუნარობის მოთხოვნის აღდგენით მიმართოს სასამართლოს. ეს ნიშნავს, რომ იმ შესაძლებლობაზე უარის თქმას, რომელიც საშუალებას მისცემს პირს, კვლავ გახდეს საზოგადოებისთვის სამოქალაქო ურთიერთობის სრულყოფილი წევრი. შემდეგი ეს არის თავისუფალი განვითარების უფლება, ეს არის კონსტიტუციის მე-16 მუხლი და ასევე კანონის წინაშე თანასწორობა, ანუ კონსტიტუციის მე-14 მუხლი. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობა რამდენიმე ფუნდამენტური უფლების გარეშე ტოვებს ქმედუნარო პირს, იზღუდება მისი თავისუფალი განვითარების უფლებას. და რაც მოიცავს თავად ეს უფლება, ეს არის გამოხატვის, მოქმედების და პირადი ცხოვრების თავისუფლება. ქმედუნარო პირს აღარ აქვს უფლება ყავდეს ოჯახი, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ეს ყოველივე ძალიან უხეში ჩავარებაა მის ცხოვრებაში. არსებობს ქმედუნარიანობისადმი სამი ტიპის მიდგომა, ეს არის სტატუსზე დაფუძნებული ქმედუნარიანობა, შეფასებითი ქმედუნარიანობა და ფუნქციური ქმედუნარიანობა. და საბოლოოდ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებული მოდელი ცხოვრების რიტმიდან წყვეტს ადამიანს, რომელიც სამართლებრივად ჩამოთმეული აქვს ქმედუნარიანობა. და ბოლოს შეიძლება ვთქვათ, რომ აუცილებლად არის ეს რაღაცნაირად მოსაწესრიგებელი, რადგან არ მოხდეს ასეთი ადამიანების ცხოვრებაში საკმაოდ უხეში და ალბათ არც თუ ისე რაციონალური ჩარევა. ეს იყო დღევანდელი გადაცემის თემა, ჩემი აზრით, ზოგადად მაინც შევძელი თქვენთვის მომეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა არის ქმედუნარიანობა, ქმედუნარობა და როგორ ხდება ადამიანისთვის ამ უფლების ჩამორთმევა. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, მადლობა, ნახვამდის.